თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და სოციალური ქსელები. ჩვენი მით დავინტერესდით, რამდენად ხშირად მოიხმარენ ისინი სოციალურ ქსელებს და რამდენად აქტიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის. აღმოჩნდა, რომ Facebook-ს არჩევნების წინ ის კანდიდატებიც კი იყენებენ, ვინც დღემდე სოციალურ ქსელებთან არც კი მეგობრობდა. ხელით ბაჩვენებენ, რომ კარგია. მოწონთ, კარგია. ასმათ ტყაბლაძემ უკვე იცის, რომ ეს ჟესტი Facebook-შიც მოწონებას აღნიშნავს. ამის გარდა კითხულობს წერილებს, იწონებს სტატუსებს და ათვალიერებს ფოტოებს. ლათინური ასოებით წერა ჯერ ისევ უჭირს, თუმცა ამ მომრჩეველს შვილის დახმარებით პასუხობს. მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში აქტიურობა კანდიდატისთვის მომგებიანია. Facebook-თან დამეგობრებაც ამიტომ გადაწყვიტა. დღეს უკვე ამაყობს, რომ მის ვებგვერდს 1200 მოწონება აქვს. ღირსეული გადაწყვეტილება, რომ შავანათელაშვილმა ჩემი კანდიდატურა დააყენა. გისურვებ წარმატებას. აბსოლუტურად ყველაზე მაქვს პასუხი გაცემული და რო გითხრათ, რომ ხა ოსტატი ვარ, დიდი ამისი არა, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ ჩავება და ვისწავლო. Facebook-ს წინასაარჩევნო კამპანიისთვის აქტიურად იყენებს კახა კუკავა, ალბათ იმიტომ, რომ სოციალური ქსელი პოლიტიკური რეკლამის უფასოდ განთავსების საშუალებას აძლევს. მერობის კანდიდატი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყველა მომხმარებლის კითხვას პირადად პასუხობს. მე თვითონ ყოველ დღეს სარგებლობდი, მინიმუმ დღეში ერთხელ მაინც გვიან საღამოს, როცა სხვა საქმეებს მოვჭები, შევდივარ და ყველა ვინც პირადად წერს, მასაც პასუხს პირადად ვაძლევ. შეხვედრები მოსახლეობასთან, წინასაარჩევნო ღონისძიებები, განცხადებები, ეს ყველაფერი ნიკა მელიას გვერდზე თავს ოპერატიულად იყრის. თუმცა ეგრეთ წოდებულ კედელზე კანდიდატი ამომრჩეველს არ პასუხობს. როგორც ჩანს, მელიას Facebook-ს მისი პრესამსახური მართავს. სოციალური ქსელის მართვის ფუნქცია პრესამსახურს გადააბარა დავით ნარმანიამაც. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დატვირთული პერიოდია, წინასაარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, მე თვითონ უშუალო და აქტიური კომუნიკაცია ვერ მქონდა, მაგრამ შესაბამის სამსახური, რომელიც მართავს ოფიციალურ გვერდს, გვაწვდიდა ინფორმაციას. მარკეტოლოგებს ქართველი პოლიტიკოსების სტრატეგია სოციალურ ქსელში არ მოსწონთ. ფიქრობენ, რომ მათი ვებგვერდები ზედმეტად ოფიციალური და უინტერესოა. სპეციალისტები კანდიდატებს ურჩევენ მეტი სერიოზულობით მოეკიდონ სოციალურ ქსელს და ყველა წერილს თავად უპასუხონ, რადგან ის ყველაზე სენსიტიურ ამომრჩეველზე, ახალგაზრდებზეა გათვლილი. პრაქტიკა უცხოელი პოლიტიკოსების ამჯობინებს, რომ ინტერაქტივი იყოს კონკრეტულად იმ პოლიტიკოსთან. შეიძლება ნაკლები დრო კონდეს მას ამისთვის, მაგრამ ძალიან ეფექტურია, როდესაც პირადად მასთან შეიძლება კონტაქტი. სოციალურ ქსელ Facebook-ს თვის განმავლობაში 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Twitter-ით 255 მილიონი ადამიანი სარგებლობს. მათ შორის არიან მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. მათ ვებგვერდებზე ხშირად შეხვდებით ეგრეთ წოდებულ სელფს და უშუალო კომენტარებს, თუმცა ეს ყველაფერი მარკეტინგული გათვლაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სოციალური ქსელის დატვირთვა სულ უფრო გაიზრდება. 2020 წელს კი ინტერნეტმა შესაძლოა ტელევიზია ჩაანაცვლოს.